გეპატიჟებით ღონისძიებაზე, რომელიც ტარდება საუკუნეში ერთხელ. Punchline Therapy-ის 2 ეპიზოდის ჩაწერა 27 ივნის 7:30 და 10:30 ქალაქის თეატრში. ბილეთები იხილეთ ვიდეოს აღწერაში. გელოდებით! მე ანასტასიასგან და უნისესგან განსხვავებით დღეს ჩავიცვი ჩემი საყვარელი გუნდის მაისური. მეც მდიდარი გოგოს გუნდი არის ეს, არ იცოდით? Hello. არა, ძალიან კარგად გამოიყურები მართლა. იმენა რა მეგინდა? არაფერი არ მინდა. 1000 ლარი მას ესხე უბრალოდ. შენი ლამაზი თვალების შირიბე. ხო და თუ ვინმეს გაგიკვირდებათ, რომ სპორტული ზედამაცვია, მე შეგიძლია თონისეს შარვალს შეხედოთ. რომელიც კლასიკურ ფეხსაცმელთან ერთად დაცვია. რაც არის ძალიან მაგარი ჩემი აზრით. შენ შეგიძლია 50 ლარი მას ესხო, იმიტომ რომ ღარიბი ხარ. ხო, კასპიური ზღვა არ არის იქ? კასპიური ზღვა. ეგ არ არსებობს? არსებობს. I never know. ანუ არასდროს არ ვიცი, როცა თქვენ მომატყუებთ თუ ნამდვილ რაღაცებს მეუბნებთ. შენ მგონი ყურში უნდა ყავდეს ვიღაც არის, რომელიც პროდიუსერი. გაიგეთ ხოლმე fact checkings არის. მალე Gemini-ის ხო, დახმარებით მესე. chatbot-ი რო ჩაიყენო, შეიძლება გასწორდეს. ძალიან მინდა სხვადასხვა Ray-Ban-ი, რომელიც იღებს მე ფოტოსურათებს რაღაცა და მე რა თქინდა, ანუ რა შეგჭირდება? სულ ფიქრობ, რომ რაღაცა კაი კადრი იყო და ვერ თან მე ჩემი ტელეფონი ხო რაღაცა ეგეთია და Motorola. არა, სინამდვილეში ძალიან cool არის, იმიტომ რომ სულ ვიღაცა რომ ირეკას და უკაცრავად. ალია და ხალხი შტერდება ეგრევე. ანუ შეგონია რომ ეს რატო აქვს ანასტასია ბენდუკიძესა? უიტყვით უბრალოდ რა. ანასტასიას გონია რომ ხალხი განვითარების იმ დონეზეა რომ რაღაცას რო გადაშლი. მაიმუნები როცა ყვავენ ის არ შეიძლება. ონისეს აქვს პატრა ობსესია. ყველა ჯიპეში უდევს. ჰა? What? არაფერი. რა? კარგი არა ობსესია გაქვს პატარა. შენი ობსესია რა არის? ჩემი ობსესია არის დიდი? დიდი. TikTok-ები. არ მინდა და ამ ხელა ყურადღება უბრალოდ. ერთი ხუმრობ. ჩემი ობსესია არის ნაბეღლავი. ძალიან მიყვარს ნაბეღლავი. ნაბეღლავი მე ძალიან მიყვარს. აი, oh my god. შარშან მარხვის დროს უარი ვთქვი ნაბეღლავს და ძალიან რთული იყო. ხომ მართლა? ანუ ეს ხუმრობა არ არის და ანუ მე სიზმრებოდა ნაბეღლავი ისე მიყვარს. კაიაკი მოგწონს ხო? მე? კი. არა, დავლია და სიამოვნებად დავლია. ანუ არაფერი არ რაღაცა რომ მოკლედ კარგი პროდუქტია. Fuck you guys. ხოთ მაყოფილი ხართ ამ რეკლამით. კაიაკი, კარგი პროდუქტია. გაჩნია ჩვენ რას? არა, მოკლედ, კარგი პროდუქტი. ვიცი, რა უჭირს. უარ სიტყოდი ამაზე მარხვის დროს ისე კაიაკიზე. ვაუ. ეს კადრი ღირს ყველაფერს. ანასტასიას პომადა ეს კრუპნიზე ამიღეთ ბიჭო. კაიაკზე. ეს გავყიდოთ მე ეს კილო. ხო იყიდის ახლა ამას ვიღაც. ხო? მაიმარკეტზე რო დავაგდო ახლა. ჩემი არ ამგონი. ნუ მაგალითად. აქსის 1.5. ეხლა რო აუქციონი გავაკეთოთ. ჩემი 300 ლარი. და მე გიკვირს ხალხი საათებს რო ისვრიან და რაღაც. ყველაფერი აიღე. წინდები ან რამე underwear-ო ყოფილიყო, კიდე არა უშავს, მაგრამ ამ კილზე არ ამგონი. კილაზე ტუჩები, ანუ შეგიძლია ამ ხვდები რა. ანუ ნუ ოკეი. არა, ვინმეს თუ გინდა, მე ვარს ვერ გეტყვი, თუ ხარ დაინტერესებული, რატო? პულია რა ის. იკა, შენ მანქანა იყიდე. რა მანქანა? Subaru. Cross-track-ი არ მეგონა ლესბო რო ხარ. ხო,
მეც არ მეგონა სანამ შიგნით არ ჩავждდებოდი. მართლა ლესბოსელების მანქანა იყო, მართლა. მართლა? ანუ მართლა ლესბოსელების მანქანა იყო. ვინც გაყიდა? კი. კი, კომბინიზონებით იყო სავსე საბარგული. მართლა. და ძაღლის ბეწვით. ხო, ვიყიდე მანქანა. რა ფერისა? თეთრი. მე მყავს Kia Sportage და მას დავარქვი ამუნია. შემა დედამთილმა დაარქვა ამუნია, იმიტომ რომ შავი არის და კიდე მე შავი ზედაპირიც გავაკეთე, რაღაცა ვერცხლის ფერის ნაწილები ქონდა და მე ვუთხარი რომ არა, მეგრულად ყველაფერი შავზე, შავი ყველაფერი მინდა. და ამუნია გამომივიდა და რა არის ამუნია? საიდან მოდის ეს სახელი? ქართული სიტყვა არის ეგ? ნუ ხო სიტყვა არის ალბათ. მონსტრი კი რაღაცა. ამუნია ძაღლი ხო არის რაღაცა საშიში ხო? იმიტომ რომ ხო. ამუნია ძაღლი. ჩემი bad girl vibes არის ჩემი მანქანა. ჩემი ამუნია ხო? შენი ამუნია. ესე შენ რო მანქანას კიდულობდე რა მანქანას იყიდე? მე? არ ვიცი. უყურებს. პულტიანს. ძალიან მინდა პულტი, ოღონდ სოციალურად მიუღებელი რაღაცნაირად რომ პულტიანი მანქანით ვითამაშო. არა. შენ გეყოლებოდა რა მე E კლასის ოღონდ უნივერსალი. აშკარად იქნებოდა უნივერსალი. E კლასი რომელია? Okay, whatever. უნივერსალი Mercedes-ი. ხო, ოღონდ ძველი, ხო. ძველი. აი, ოღონდ რაღაცა განსხვავებული ფერის რო არის, რაღაცა აი უცნაური ფერი რო არის და ანუ რაღაცა ხოხბის ყელისფერი. აი, როგორი? ხოხობის? ხო. ხოხობის რას? ყელი. ხოხობის ხელი რა ფერია? უცნაურია, ხო? რაღაც ეგეთი, აი, ხო. ოღონდ ძველი არ არის ძვირი. ანუ არ არის რომ მადლობა ანასტასია. არა, შენ რაღაცნაირად ფიქრობ რომ შენ შეგიტენს ხოლმე რომ ის რაღაც ძვირიან მადლობა რომ შენ რაღაცებს. იცი ჩემი ფინანსური შესაძლებლობები. გაიგე შენი ფინანსური შესაძლებლობები ანასტასია ბენდუკიძესთან ერთად. და ტელეფონს უნდა ხსნიდეს ეს. და უნდა გიღებდეს და შენ უნდა ჩანდე. შენ ჩანხარ და Okay, enough. აი, დავიწყოთ გადაცემა მეგობრებო. რა ქვია, რამდენი წლის ხარ, რა საქმიანობ და რა პრობლემა გაქვს? დაგვეცა. მე მქვია ანა, ვარ სტუდენტი 20-ის, სწავლობ მართვაზე. ჩემი პრობლემა არის, რომ მე ვფიქრობ, რომ 6-7 არის ძალიან სასოციალო ხუმრობა. აუ, ამიხსენი გეხვეწები რა არის 6-7? არა მხოლოდ 6-7, ანუ ვფიქრობ, რომ პოპ კულტურაში გატრენდილი ბევრი ხუმრობა არის ძალიან სასოციალო. მაგალითად 6-7-ის გარდა? არა მხოლოდ პოპ კულტურას, სხვა შორის აი მაგალითად ახალი წლის ხუმრობები, რომელიც ყველას ეზღება, მე ძალიან მიყვარს. რომელი არის ახალი წლის ხუმრობები? მაგალითად, მაღაზიაში რო შემოდის მეორე დღეს ახალი წლის პირველ იანვარს ვინმე და კითხულობს რომ პური გააქვთ? კი. შარშანდელია ხო? ძალიან სასოციალოა. როგორც წესი არ მეთანხმება ხოლმე ხალხი, მაგრამ სხვათა შორის ეს ანუ სტრატეგიულად შევარჩია ეს პრობლემა, იმიტომ რომ ანუ თქვენ ახლა არ გაწყობთ რომ ამტკიცოთ რომ ეს ანუ მე ცუდი იუმორი მაქვს, იმიტომ რომ თქვენთან მოვედი სტუმრად. მოგიწევთ რომ დამეთანხმოთ. როგორ გეტყობა რომ შენ მარტოს ესწავლობ? მაგრამ ეგრევე აუდიტორია რო იპოვე ეგ იყო ჩემი აზრით სასწაული, იმიტომ რომ ერთი კონტინგენტი ვარ დაშკარა. არა, ერთი ადამიანი იყო მარტო. დარბაზი არ მიგულისხმდა. ტავში მოვითხოვო? კი. რატო არ მოდიხარ არასდროს open mic-ზე? მიფიქრია, რა ვიცი. და როდის გელოდებით? ხო, შორის ვალენტინობას მინდოდა იყო open mic-ი, მაგრამ არ ვიცი, დამეძინა თუ რაღაც. დამეზარა. 8 საათზე გქონდა საღამოს.
ეს არაფერს არ ნიშნავს 20 წლის ახალგაზრდასთვის, რომელსაც ძილის რუტინა აბსოლუტურად არეული აქვს. და ისე გაქვს ხუმრობები დაწერილი? არა. მაგრამ შენ ნამდვილად დაგეძინა თუ რაღაცნაირად იფიქრე და შენ მას სხეულმა რაღაცა გიღალატა და თქვა რომ ოკეი, დაგეხმარები და არც ახვალ. არა, სხვაგან წავედი, სხვათა შორის მოვიტყვე წყონს, სხვაგან წავედი. წავედი კონცერტზე. Get your alibi straight, girl. რა კონცერტზე დახვედი? საგუნდო კონცერტი იყო. რომელი გუნდი? ქალთა კაპელა. მე მგონი. ქალთა კაპელა? დიახ. ესე ქვია? ქალთა კაპელა. კი არის რაღაცა. საქართველოს ქალთა გუნდი სავარაუდოდ ასე ქვია. და რა საკეთებენ? მღერიან. რა უნდა აკეთონ აკაპელა? ხალხურ სიმღერებს მღერიან? არა. საგუნდო. საგუნდო? არის რომელიც არის მაგალითად ვიმღერო. მაგალითად იოსებ კაჭაყმაძის თუ არ მეშლება სახელი. იოსებ კაჭაყმაძე. გამოგონილ სახელს გავს. არა, კომპოზიტორი არის ქართველი ცნობილი. ძალიან მოკლე წრეში, ხო? საგუნდო საზოგადოებაში ცნობილი. სხვაგან არ ვიცი. ხო, ოკეი. კაი და Six-Seven-ს რო დაუბრუნდეთ, უბრალოდ როგორც Six-Seven-ის ხუმრობა არ ვიცი, ბოდიში. ანუ არავინ არ ვიცით ეს ამბავი. რა არის? შენ შეგიძლია აუხსნა ფართო აუდიტორიას Six-Seven-ი რას ნიშნავს? არაფერს არ ნიშნავს პირველ რიგში, დავიწყოთ აქედან. უბრალოდ როდესაც გაიგებ 6-7 ან 6-7. ანუ ქართულად 6-7 შვებიან? კი, ბავშვები, არ ვიცი ხვეშვები თუ არა, მაგრამ 6-7. შეიძლება მე ვიყო ეს არის ხუმრობა? ანუ ამაზე. Oh my god. ანუ მე არასდროს არ გამიგია ეგეთ რამ, ანუ მე ძლივს ლაპარაკობ ქართულად და 6-7 ვიმერო თქოს. რა გაგიჟდი, ანუ რაზე გეცინე? გონი სასაცილო ხუმრობა? არ ვარ დარწმუნებული. Oh my god, mama პატიეთ. ანუ მნიშვნელობა არ აქვს. 6-7 არ გაგიგია? 7-8-9-10. არა, ზუსტად ეგ არის რომ 11 გაგიგია. და 6-7 იწევს ამას, ხო შენში რო? არა. შიქო არა გაქვს რა 6-7. არა, ანუ მე ხო არ ვიცი რას ნიშნავს 6, ანუ არა, ვიცი რომ რას ნიშნავს ინგლისურად, მაგრამ ქართულად ვერ გავიგებდი არასდროს და მე ალბათ ვიფიქრებთ რაღაცა სიტყვაზე 6-7, ანუ რაღაც დაუბრუნდეთ ხუმრობას. ანასტასია ცოტაყანი იცინებს და გვექნება გაფორმება შენი ხუმრობის. ხო, ხუმრობა მაგაშია, რომ ან ქართულად არ გამიგია სხვათა შორის რომ 6-7 ასე გააკეთონ, მაგრამ 6-7 რომ გაიგებენ. კაი, ოკეი. და როდის აკეთებ 6-7? დილოს აღამოს თუ გავარდ. არა, ეს ანუ მთელი მუღამი ეს არის რომ სპონტანურად უნდა გაიგო სადმე და მე სხვა შორის წინა ჩაწერაზე 3-ჯერ დავთვალე რომ ახსენეთ 6-7 და მე ყოველჯერზე. სერიოზულად? კი. როდის? მე 6-7 კლასში იყო. რა ხო ამაზე ფიქრობდა ხოლმე რომ მე რო თქვა ეს აუცილებლად 6-7 არ თქვა შემთხვევით რა. ანუ რატო ძუძუებს გასწრებს? კი, ეს ერთ-ერთი ღირსება მისი. მე მგონი შენი საყვარელი ხუმრობა იპოვე ხო? ანუ აზრზე რატო მეცინებ მას არ ვიცი. მე ჯადო ხომ არ არის. მე ჯერა 6-7-ის რაღაც ზესამყაროული ძალის აბსოლუტურად. ანა რა საქმიანობ ხოლმე ესე გარდა 6-7-ის. ხო, გარდა 6-7-ის. სტუდენტი ვარ, სწავლობ ჯერჯერობით. რა გინდა რომ გამოხვიდე? ანუ თქვა. არა. მართვაზე ჩავაბარე, იმიტომ რომ მინდა რომ განათლების სფეროს ადმინისტრაციის კუთხით რაღაცები ვაკეთო. საქართველოში ხო ანუ მაგას გეკითხება ირაკ? კი. ნუ რაღაც ეტაპს,
რაღაც ეტაპზე ალბათ სხვაგანაც. რამდენი წელი გჭირდება შენი აზრით მაგამდე? 6-7. ათი დღის სიცოცხლე ვაჩუკეთ ანასტასიას ახლა. ესე გათვლილი არ იყო რომ მასე უნდა გიკითხა? როგორ? ანუ გათვლილი არ გქონდა რომ მე კი, აი ვფიქრობდი რომ სანამ შემოვიდი. გავალ უეჭველი ვიკითხავ. და შენ ეს გიჭირს რომ შენ რომ ფიქრობ რომ შენ გაქვს უცნაური იუმორი? ანუ მეგობრებთან ან მიმესთან? მე არ ვფიქრობ რომ მაქვს უცნაური იუმორი. შენ მე ხო მგონია რომ თქვი? მე მაქვს ძალიან კარგი იუმორი. არა, შენ თავიდან ხო თქვი რომ შენ მეუცნაური იუმორი მაქვსო? კაი, გაჩერდი. მე ვფიქრობ რომ 6-7 არის სასოციალო ხუმრობა. და ვინც ასე არ ფიქრობს, მას აქვს უცნაური იუმორი. ხო, ეგ თქვა. და შენ რატო ფიქრობ რომ უცნაური იუმორი აქვს? იყოს უცნაური იუმორი თუ გინდათ. არა, ოკეი, შენ გაქვს კარგი იუმორი და შენ არ გინდა მაგ ხრივ რო განვითარდე? მიფიქრია სტენდაფის გაკეთებაზე, მაგრამ სერიოზულად არასდროს. სერიოზულად რატო? სასაცილოა შენთვის? არ ვიცი. მეცადინეობდი და არ მქონდა დრო რომ მოდი ახლა სტენდაფს გავაკეთებ. უფრო არის რომ დაჯექი იმეცადინე. და თავისუფალ დროს რას აკეთებ? სტენდაფს ვაკეთებ ჩემი მეგობრებისთვის. ესე მიკრივებით ხოლმე? არა, სტენდაფს არ უბრალოდ ხუმრობ ხოლმე. და ისინი გეუბნებიან რომ სადაცილო ხარ. პრეზენტაციებს ვაკეთებ ხოლმე, რომელიც ძალიან გავს სტენდაფებს და შეიძლება ეს ჩავთვალოთ. შენ რაზე გააკეთებ? დაბადების დღეებზე ვაკეთებ ხოლმე. უფასოდ. აქტივობა? პრეზენტაცია დაბადების დღეზე. 6-7-ის რეაბილიტაცია შეძელი მე მგონი. ბოტონო. არა, ეს არის თქვენი პრობლემა, რომ აი დაინახავს ადამიანს და ფიქრობს, რომ აი რაღაც წარმოსადეგი კარგი გოგოა და მე 6-7, მაგრამ არა, 6-7 ძალიან კარგი ხუმრობაა. ანუ იცი რა მაინტერესებს და 6-7 ითვლება როგორც ხუმრობა თუ ადამიანი ეს ძუძუების რაღაცას არ შვება? ითვლება რომ ანუ გაჩერდი. არ ვიცი რამდენად ხუმრობად ითვლება. ეს უთხარი თუ არა, მე რო ვაკეთებ ხოლმე მეორე, მე რო კარგი, გეყავ, გაჩერდი. ანუ შენი შენი თაობის ხალხში რა, ანუ შენი ასაკის ადამიანებში ყველას არ მოწონს ეგ ხუმრობა? როგორც წესი არ მოსწონთ ხო? ნორმალურად არა. ხო და იქნებისა რამე მენტალური აშლილობა. ოღონდ გულისხმობ აი მაგალითად არ ვიცი OCD. ჩემთვის არის თუ იმათთვის? შენთვის. თუ რეც არის ეგ? არა, რო აი გაიგე 6-7 და ეხლა თუ არ იტყვი 6-7-ს ცუდად გახდები. OCD-ია ეგ რა. OCD-ია, კი. მაგრამ ის ვინც ამბობს ეს არის თორეც. ანუ ვინც ყვირის 6-7. არა, ხო და ისე არავინ არ ყვირის 6-7-ს. ვინმე თუ იტყვის 6-7 სადმე საუბარში შემთხვევით, ის გიждდება, ნახე. ეხლაც გაგიждდა 6-7 რო თქვი. და ცხოველები გიყვარს ისე? არა. Ja, that's right. ანუ არა შველება ჩემოსი. არა, ანუ არ მიყვარს, მაგრამ ძაღლი ყავს ოჯახში და ძაღლი არ გიყვარს შენი? მიყვარს ჩემი ძაღლი, მაგრამ ანუ მახსენდება, არ ვიცი, თვეში ერთხელ რომ არსებობს. და არც ვული, რა თქმა უნდა. რამე ხო არ დაგიშავა ბავშვობაში? და შინაგანი ზიზღი ხო არ გაქვს? არა ინტერესებს. ანუ ისე კი რომ სწემს, უბრალოდ არ ინტერესებს. არა, სწემს არ მithქვამს კაცო, უბრალოდ რო აიგნორებს. ანუ ძაღლი როგორ უნდა დავაიგნორო, ვერ ხვდები. მე ვცხოვრობ კერძო სახლში და ანუ ეს ძაღლი ეზოს სხვა კერძო სახლში ცხოვრობს. არა, ეზოში არის. ეზოს კონკრეტულ ნაწილში, რომელიც ასე თვალში არ მხვდება სახლში რომ ვარ და მივდივარ. მაგრამ თუ მხვდება ძალიან მიყვარს შევი ძაღლი. თუ ხედავ ძალიან მიყვარს. და რა ძაღლია? ეპანიოლი. ეპანიოლი. კოკერ სპანიელი ხომ იცით და მაგისი რაღაცნაირი ნათესავი. ხო. ესპანელი კოკერ სპანიელი. კოკერ ესპანიოლი. მივხვდი, ანუ სპანიელი. ესპანიელი. ესპანიელი. მე ეგეთ რაღაცებს ანიშვიათად ხვდები ხოლმე ცხოვრებაში. სხვა რა შვები, რავი. ჩემები რა შვები? შობლები? ყავს. შობლები.
დედმამიშვილები ყავს? კი, 2. და დაძმა? ეგენიც 2 ალბათ. დედმამიშვილი ეგ არის? შენ რა გეგონა დედმამიშვილი? Like cousins. Okay. Რაღაც ხრივ. That's crazy. ანუ sibling-ი არ არსებობს ქართულად, ხო? დედმამიშვილი. დედმამიშვილი ასე. მაგრამ თუ გინდა არ არსებობდეს. პრობლემა მოუგვარებელი რჩება. შენი პრობლემა რა გეგონა რომ 6-7 გონია სასცილო ხუმრობა, აი რატოა პრობლემა? პრობლემა რაშია? პრინციპში რახან დავარწმუნე აუდიტორია აღარ არის, არ მოვაგვარე. იმიტომ რომ პრობლემა მაშინ იყო რაცა. ანუ აუდიტორია არ დაგირწმუნებია. არ ვიცი. აი ეს ერთი კაცი დაარწმუნა. რომელიც ყველაზე ხმამაღლა ანუ არის პრობლემა ესე იგი. 6-7 შენს ყლეზე გიგიდა? შენი აზრით სხვა ხუმრობა არ იქნება ეგეთი შენთვის ერთ რამდენიმე წელიწადში რომელიც უფრო მეტად გიყვარება. აუცილებლად იქნება რამდენიმე წელიწადში კი რა, ძალიან მალე. გარწმუნებული ვარ რომ გაჩნდება რაღაც ხუმრობა რომელიც ჩაანაცვლებს ამას და მე კიდევ გაჩნდება რომელიც ასევე კიდევ ჩაანაცვლებს და იმედია ეს არის ბოლო ხუმრობა. ბოლო ტრენდული ხუმრობა. და ხვალ დედამიწა არ განადგურდება. ბოლო ხუმრობა რომ იყოს და შენ რო ამბობდე რაზე იტყოდი მაგ ხუმრობას? რა? ბოლო ხუმრობა რომ შენ მოკლედ კაცობრიობა შეიკრიბა. რაღაცა. ეხლა უნდა მოვისმინოთ ბოლო ხუმრობა და ამის მერე მე ვამბობ შეჩემა? არა, არ არის აუცილებელი შენი ხუმრობა რომ იყოს. არა, ვიღაცის ხუმრობაც შეიძლება რომ იყოს. არა, კაი, შენ თქვი რა. ანუ ეგეთი კაცობრიობაა რომ კაი ვინმე ქართველ მოსთენად გომგოს მოთქოს. რაზე იტყოდი? რაზე ვიტყოდი ხუმრობას? ხო, რაზე. ბიჭო, რავი, ალბათ ფასებზე რა. ძალიან აქტუალურია, ხო? ანუ ყოველთვის აქტუალურია ფასები. აი შენ უნდა გეთქვა შენ რაზე იტყოდი. არაფერი, მე obviously Louis CK-ის ხუმრობა ვეთყოდი, რომელიც ამბობს რომ მისი მეუღლე ხენჯობს რო აკეთებს და მე და ეს მასა გონებს რომ ხუმრობას იტყოდი ესე იგი. ხო, ნუ მე ხო კომიკოსი არ ვარ. და ის რომ არა უნდა დავამთავრო ახლა, იმიტომ რომ მეც ტიკიანი ვარ. და ის რომ ამბობს რომ Louis CK ეუბნება თავის მეუღლეს რომ Louis CK შედის თავის მეუღლესთან ოთახში. ანეკდოტი არის Louis CK-ზე. არა და მასე და არჩევ ალოკეო ეხაო ხელის გულია. არა, მაგრამ ქართულად არ ჟღერს. ხალხი რო თავს იკლოს. რაღაცა Louis CK ეუბნება თავის მეუღლეს რომ lick your palm. და ეს მასე თავის მეუღლეს ეგონა რომ ამბობს რომ you look like your mom. You look like your mom. აღმოჩნდა რომ ამბობდა რომ lick your palm. It's not just you have to აპოკალიფტური ხუმრობა არის. You have to watch it. შენ მოგწონს Louis CK? არ ვიცი ვინ არის. დაში დაუკრავ ადამიანს. ყავი მადლობა ძალიან. მადლობა. მადლობა გეოლდებით ღია მიკროფონზე. ერთ სტუმარიკოს, რომელიც უნდა დიახ, მობრძანდით. ეს ვინ არის? ბოდიშ ჩემოყვანილი. ეს ბაო. ვაა. გამარჯობა. აჰა. ცოტა ნერვიულობ. ძალიან ცოტა მძინავს ყამით. რატო რა გაწუხებს? არ ვიცი, მაგრამ შენ პროსტო არ ვიცი. არ მეძინება, პროსტო ცოტა მძინავს. კარი გავგებ. რაღაცა ცოტა ნაბახუსებზე რო ხარ, ხო? ეგეთი შეგრძნება გაქვს ალბათ, ხო? ღამით? ღამითაც. არა? დილას, შუადღის, რა ვიცი. თქვენ კარგად გძინავთ? მე სხვა შორის ხშირად მეღვიძება ღამის. ღამით. შენ? მე 3 საათი მეძინა დღეს. ოპა.
მეც დაახლოებით 3 საათი მეძინა, მაგრამ მე ახლა იმით რომ მე დავამთავრე მეძუზური კვება ჩემ შვილთან და მეძუზური კვება. ეგ არ არის, ეგრე არ ქვია და რაც დავამთავრე ჩემ შვილმა დაიწყო მამოლოგად თუ დაიწყო მუშაობა მგონი. იმით რომ ყოველ დაახლოებით 15 წუთს ამოცმებს ჩემ ძუძუებს. და რაღაცა კვლევას აკეთებს, აი რაღაცა ეგეთს. ხო ჩავიწერე რომ არ დამავიწყდეს. ივა, რა მithwar დაგეხმაროთ? აი გვერდი გადამიშალე, იქ მაქვს იქ მიწერია კაიაკის რეკლამის აკეთ სლოგანი. აი მანდარიგი. სიდამინდე. ხო, კაიაკი. თუ ხართ იმაში, თუ წახვედით ტყეში მეგობრებთან ერთად მდინარეზე, თან წაიღეთ კაიაკი, ეს ძალიან მარტივია. და ასევე წაიღეთ ნავი, რომ არ ჩაიძიროთ. თუ ხართ ტყეში და შენი მეგობრები უცნაურად გაუჩინარდნენ, თან წაიღე კაიაკი და სამხილები. ნუ მოკლედ, ანუ ესეთი, ანუ იმის თქვა მინდა, რომ ძალიან მარტივი იყო ეს ყველაფერი. ივა, სვამ ისე ბევრს. არა. იმ დღეს კი, მაგრამ ის არ იყო კაი აზრი. უბრალოდ რომ იცოდე, აი ამ ბიჭსაც მართვა აქვს დამთავრებული. აპლოდისმენტები ივას მეგობრებო. დიდი მადლობა ივან. ივა, წარმატებებს გისურვებთ ყველაფერში. თაკო. თაკო. 26 წლის. 26. Digital marketing-ში მუშაობ, ამ კითხვებს ვსვავთ, როგორც მივხვდი და. სხვა კითხვა. balance არის ჩემი პრობლემა. რა არის? უფრო work life balance. და უფრო მუშაობის სიყვარული. ანუ აი გიყვარს მუშაობა? აი როგორ მიყვარს მაცაგებს. აი იმენა გიშე მამუშავე. ძალიან დამსაქმებელი იყო. გიყვარს მუშაობა? ხო, დაი მაინტერესებს თქვენ. თუ არ გიყვარს, არ მოხვიდე რა. ამიცი ახლა. ანუ ყველაზე დიდხანს გადაბმულად რამდენი ხანი გემუშავია მაგალითად, არ ვიცი. აი გონებაში სულ მუშაობ, აი ანუ ეხაც რაღაცა კოპიზე ფიქრობ. ანუ ეხაც რა ვიცი, Slack-ი მაგ გახსნილი და მეილებს ვამოწმებდი. ოღონდ მართლა რა, ანუ აი სულ მუშაობ. მაგრამ შენ ეგ მოგწონს, ხო? ხო. და ფულზე ისახება ეგ? ჰა? ფულზე ისახება, ანუ უფრო მეტ ფულს გამოვიმუშავებ თუ უბრალოდ ერთ კომპანიას აკავებ თავს. ანუ შეიძლება უფრო მეტს გამოვიმუშავებ, მაგრამ ფული არ არის პრიორიტეტი და ეს კიდე უფრო დიდი პრობლემაა. ანუ ფული არ გიყვარს ეგრე ძალიან. ანუ ხო იმის გამო არ მუშაობ, რომ უფრო მეტი გამოვიმუშაო რა, იმის გამო მუშაობ, რომ აი მამუშავეთ. ხო. და რაღაცა რა და ეხლა ვფიქრობდი, რომ რატო არის რა ეს პრობლემა რა და ეხლა მოიმზადეთ. 19 წლის ასაკში დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა. ანუ თქვენ ხვდებით ეს რა არის მეგობრებო? ანუ თუ ვერ ხვდებით? Yes, man. რომელ ტელევიზიაში? თავარი არხი. მაგრამ უფასოდ მუშაობდა, მაგრამ. Yes! ხო, ყველა უფასოდ მუშაობდა. და ხელფასი მაქვს ასაღები. ანუ მართლაც რომ? ოპა. 3 წელი, ანუ თქვენს ხარ გამოხვიდეთ ის წყვილებს კი. კი. მოდი რა ხო. ხო, ჩემი მეუღლე. ისეთი გულის ტკივილი იყო. ჩემი მეუღლე, მე ხვეწებოდა წამოდი სამსახურიდანო. გამარჯობა. თქვენი სახელი? გიორგი. ხო და რატომ მუშაობდი 3 წელი უხელფასოდ? საქართველოს ვემსახურებოდი და მიყვარდა მუშაობა. მართლა გაის, ანუ მართლა მაგ ლოგიკით მუშაობდი, ანუ ჩემი აზრით, ანუ ეხლა თუ ძალიან სერიოზულად ვცხოვრობ და მე აქ მართლა სერიოზულად ამოვედი, იმიტომ რომ ფსიქოლოგმა ვერ მიშველა. მე მართლა გულით მჯეროდა რომ და დღემდე მჯერა რომ ძალიან სჭირდება ოპოზიციური არხები ამ ქვეყანას. არა, ეგ ბაზარი არა, მაგრამ მეც სხვათა შორის დაახლოებით მაგ მიზნით მუშაობდი სამზარეულოს ომებში. იმიტომ რომ მე მეგონ, ოღონდ მართლა ანუ
ოღონ მართლა. არა, მეტყვი, ოკეი, საკმაოდ პოპულარული გადაცემა იყო და კიდე უფრო პოპულარული გახდა მე რო დავიწყე იქ მუშაობა და მე მინდოდა რომ დავეხმარო ფორმულას, როგორც არხს, იმიტომ მე მინდოდა რომ დავეხმარო, ანუ არხს, რომ მეტი ხალხი უყროს ოპოზიციონურ ტელევიზიას. ბოლოს ვიყავი გადაცემის პროდიუსერი, რომელიც აკეთებდა რემონტებს. ხებას რო არ მიხდით რომ ბოლოს შემისახლი გავარებოდა. აი რემონტი მაინც გააკეთე. კი, ძალიან. კი. ვერ ყიდით ის სახს და. გიორგი და შენც მუშაობდი ტელევიზიაში? არა, მე ტელევიზიაში არ მუშაობდი. არა, მე სქემერი ვარ. არა, მეც მუშაობდი ტელევიზიაში. არა, მე ესე ეთყობა. ზღოლად. მოხუცებს დედას უტყნავდი იმაში საფრანგეთში. ტელევიზიაში მუშაობდი მძღოლად. სად? პირადი მძღოლი ვიყავი ტელევიზიის ერთ-ერთი თანამშრომლის. და მაგ დროს უკვე ცოლქმარი იყავით. არა. არა, მაგ დროს აი ესე უკანა სარკეში უყურებდი. და ეუბნებოდი როგორ ჩაიარა დღემ. აი მე ანუ ძალიან დავიღალე უკვე იმას მუშაობ. როგორ ეგრე იმას კენით ხო? ეგრე გაიცანით ეთქმა. არა, არ მუშაობდა ტელევიზიაში, ხუმრობს, უბრალოდ მე მეხმარებოდა და მაგიტო ხუმრობს რომ. იმიტომ რომ ხუმრობ? მე მგონი მართლა მძღოლი იყავი და რატო რა, კაი ისტორიაა ძალიან. მე მინდა რომ ვიღაცა მე ხა წამიყვანოს აქედან. და მითხრას როგორი ჩაწერა იყო. მე ვთქვა ძალიან ძნელი იმენა. ანასტასიამ მოყვა როგორ იტანჯებოდა ფორმულაზე. ფასად სინჯავდა ხარჩოებს. ჯავებს ზართული იყო ხო ესე აი. ოკეი, უკაცრავად 3 კილოგრამს ვამატებდი ყოველ გადაღების. რა დილას აწონდით სპეციალურად და მე საყრამოს 3 კილოგრამი საჭმელი ვჭამდი მთელი დღე. აი იცით როგორი აი მე მთელი კვირა. შენ მარტო დადიოდი ხო ფსიქოლოგთან და კი. და რა გითხრა, რის ბრალეაო ეგ? მგონია რომ ვიტყუები ხოლმე ხანდახან და არ მინდა რომ ეგრე დავარქვანო. რაღაც აი ეგ ძალიან ის არის რომ აი მე ძალიან მიყვარს მუშაობა და არ მომწონს ხოლმე მე ამ კომუნიკაციაში შესვლა, იმიტომ რომ მე როგორც მიყვარს მუშაობა, ეგრე ჯერ არავინ არ შემხვედრია, რომ ეგრე უყვარდეს მუშაობა. ხო, და მე აღარ შევდივარ ხოლმე ან იმაში. ეხლა რაღაც მომენტში გშურს ხო ჩვენი რომ ჩვენ მუშაობთ და შენ არა. ხო, მაგიტომ ამოვედი. გიორგი, შენ რამე გირთულდება საქმე, ცხოვრება, როცა ტაკო ამდენს მუშაობს? არა, ნუ თუ თქვა. Shift-ი ანასტასია. გიორგი Shift-ს გირთულდება საქმე, როცა ტაკო ამდენს მუშაობს. ძალიან სუდა ჭირს. What did I say wrong? ტაკო. Taco. თამარი. Taco. Okay. Taco. გიორგი გირთულდება ცხოვრება, როცა ტაკო ბევრს მუშაობს. იცი რა, უფრო მე არ ვარას. და ის მირთულდება ხოლმე, რომ აი ჩემ მეუღლე ასე არ და მე არ მიყვარს მუშაობა და რაღაც ცოტა მაგის დედაო. რაღაცა გააგო. მან მართლა როგორ გაიცანით ერთმანეთი? ერთმანეთი გავიცანით, ადრე რომ ბაუჰაუსი იყო. ოპა. დედაენაში? დედაენაში კი. მან დავინახე და მივედი პირდაპირ. ვა. გახეული არა, პირდაპირ ვერ. ჩაუარე და თავიდან ცოტა ვერ დავინახე და ოიცა და მივბრუნდი. ესე moonwalk-ით ხო? ანუ ეს მართლა ძალიან კარგი ეს უეჯველი ისტორია. გაჭრის. მოკლედ ვიჯექი. დავინახე. როგორც თვითონ შენ ლაპტოპზე იყავი თუ არა, მაგ პერიოდში მოხალისედ ვარ რა და ნუ ჯერ ესე არ მუშაობ. არა, კი, მაგრამ ნუ მაინც აი სტუდენტი ვარ და ჯერ არ მაქვს ეს აღმოჩენილი რომ თურმე ეს ჯგუა მეკეტება ამ მუშაობაზე. მაგ დროსაც მუშაობდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა უბრალოდ. და გამოიარა. აჰა. დავინახე, თვალი თვალში გავუყარე და რავი ჩაიარა რა. აჰა. ხო და მე ზივარ დაბლა ბორდიულზე და წინ ჩემი დაქალებით განან და ცეკვავენ. ანუ რაღაცნაირად ვართ არ ვიცი რა და კიდე გამოიარა. ხო და არა, ხედავ შუაში. მე ტაქსი გამოვიძახე. მივდივარ ესე ჩემთვის სანაპიროზე და იონეი გამოიარა ესე. სახში წავედი დავწექი, საბანი გადავაკეთე. მეთქი ეს ვინ არა, მელანდება თუ რამე ხდება? არა, მე გიორგი. რატო დადიოდი ზოგადად? ისტორია. ხო და რა ქენი მე მიხვედი პირდაპირ? მივედი. ორი დაქალი დგა წინ. მე მითხრეს უბრალოდ რომ ორნი ვიდე ქითო და ესენი ვერ შეომჩნია. თაკოს ხედავდი მარტო და
ესე გავწიე რა ხე. ისე რომ მეთქი ანუ რაღაცეები არიან აქეთ-იქით, არ ვიცი. აი რა მეიყიდეთ. აჰა, ეს და არაფერი არ გიჭიროს ხო? და რა უთხარი? ჩავიცუცქე. და რა უთხარი? სამწუხაროდ ამ ჩაჟდომის დროს წავიკეცი. და გავემთხვლე შუაბავ-ჰაუსში ძირს და აუტყდა სიცილი და ესე გავიცანეთ ერთმანეთი. და მეთქი მოდი გვერდით დაჯექი. დაწყალო, მოდი. დაჯექი. ძალიან საყვარლობაა მართლა. და ტაშ დაუკრათ ამ შვენიერ ისტორიას. პირველი დეითი გაინტერესებთ. და ქალთან ერთად მოვიდა, რომ ესო ვიღაც მანიაკი არისო. და ეს და ქალი არის ძალიან საყვარელი. რაღაც მომენტში 9 საათის მერე ეუბნება გონია რომ ჩუმად და მეც აქ უდგავა რა. მე მგონი ნორმალურია წავალ ხო? აი ეს მანიაკთან რომ მიდიხარ და დაქალი მიყავს გონი არც მეგობრული საქციელია. მოდი ორივე მოვკლას. მარტო მე ვეცადოთ ამ პრობლემის მოგვარებას ეხა ჩემი აზრით. რომ ეხა იმას ვაგვარებთ რომ შენ არ შეწუხდე ამის მუშაობით. ანუ გიორგის პრობლემა გახდა უცებ. უცებ თაკოს წავართვით. იდენტობა. შენ რომ შენს ხო არ გინდა ეგ? შენ ხო გინდა რომ დაისვენო ისე რომ შპოთვის შეგზამა არ კონდეს. შეშპოთებული არ გინდა ეგ? და შენ რა გინდა? შენ გინდა პრობლემა რომ რაში არის? კაცო, მაგის ანუ შენ გიყვარს მუშაობა და შენ არ გინდა რომ ხო და ანუ ეგ პრობლემაა მგონია, იმიტომ რომ რავი უსხებს რომ უყურებ და რომ შეუძლიათ რომ რაღაც რატო უყურებს ხვებს საერთოდ დაგავიწე ის საერთოდ სხვა ხალხი რო არსებობს. ანუ ხო მაგრამ თან აი რაღაც კუთხით ის ცხოვრების რაღაცა ისინიც გინდა რეალურად რა, ანუ ის რომ მუშაობა გიყვარს რისი აბა ვაი ეგ არის ნაწილი, რა გინდა შენ? ანუ აი მაგალითად იმის ენერგია რომ მქონდეს, რომ რავი მეგობრები პარასკევს სადმე რო გავლენ, გავიდე. და ეხა აქ რო ვიჯექი, აი ესე არ ყოფილი ხავი რომ ნახევრად მეძინოს. ხო და ანუ პრობლემაა რომ ბევრს მუშაობ. უკვე. ანუ მაგას ამბობ შენ. არა. ანუ უბრალოდ ისეც მინდა რომ ვაკეთო, ანუ უფრო ბევრი დრო მინდა დღის განმავლობაში, რომ აი თან ვიმუშაო. მაშინ კოკაინზე უნდა შეჯდე რა. ანუ ეგრე მუშაობენ. კი, კოკაინზე შეჯექი. და მე რო გაგიტრუხდება, გაიჩხირე ხოლმე. რამე. მე ვაფშე მოგიშვებს რა. გიორგი, შენთვის ყოფნის ტაკოს ენერგიას. ტაკოს კი, ტაკოს სწორად თქვი? კიდევ ერთხელ არის სწორი. არა, სწორი. კაია. ტაკოს. გიო, აქ შეიძლება გულწრფელად ილაპარაკო. არაფერი არ დაიტოვა გულში. ყოფნის ჩემთვის ჩემ არა, ჩემზე არ არის პრობლემა. ჩემზე ენერგია და მე ყოფნის. თან ორივე იმეუთად მუშაობთ, ამიტომ ერთმანეთთან ყოველდღიური, ანუ მუდმივად გვაქვს ინტერაქცია. ოკეი, მაგრამ ის ხო ბებრდება და მალე აღარ ექნება ეს ენერგია, ამდენი ენერგია. აკო, ბებრდება. აჰა, ეგ არ არის სიტყვა? ბაპატია, მე სორი. უბრალოდ პოეტი ხარ ანასტასია. ეგ არ არის სიტყვა? კი, უკვე არის. ხო და არ ვიცი, იქნებ გამოსავალი ის არის, რომ თუ ესე ძალიან გიყვარს მუშაობა, ისეთ რამეზე უნდა იმუშაო, რაც დედამიწისთვის კარგი იქნება. ტელევიზიაში ისე თუ. აი. მაგალითად რას გულისხმობ? არ ვიცი, მაგალითად გარემოს დამცველი რო იყო. არ გაინტერესებს ეგ სფერო? ხელოვნური ინტელექტის ეთიკური საკითხების ექსპერტი. ეს არ გვიცდია. ანუ მიუსაფარი ცხოველების მიუსაფარი ცხოველების რაღაც ორგანიზაცია რო არა. ბავშვების რომლებიც ლეიკემიით არიან დაავადებული. მოიცა რისთვის ვაკეთებ? მაგათ რო არა ანუ ბარემ ხომ მუშაობს და ანუ ნახე ბარემ ის თირამე ქნას რო გამოადგეს, იმიტომ რომ დიჯიტალ ადვერტაიზერობით არავის არ ადგები რა. მაგრამ აღარ ექნება ამდენი ენერგია, იმიტომ რომ არა, აი აქ რო სწორ ადამიანს შესთავაზოს, ძალიან ადგება რა. ხო, კაი, მაგრამ ეს კიბოიან ბავშვებს რატო არ გინდა რომ დაეხმაროს? ანუ რა დაგიშავე ეს? კარგი რჩევა იყო ჩემი აზრით ონისეს, რომ იმუშავე რამე ისეთზე, რადგან მაინც მუშაობ, რაც ხალხს გამოადგება და მეს არ იქნება მხოლოდ რეკლამა და რაღაც გაუგებარი კომპანიები, რომელიც არც ერთი არ არის კაიაკი.
ეს კარგი პლეისმენტი იყო ძალიან. ვიცი, ორი დღე ვწერდი. შენი ეს თუმრები იყავით, შენი შევა ჩემი რჩევა იქნება, რომ მეორე ტელეფონი რომ იყიდო შენ თავისთვის, რომ რაღაცნაირად რომ ატრენინგო შენ თავს, რომ რაღაც 1 საათით, 2 საათით, ანუ ჯერ ცოტა დრო მიეცი შენ თავს, მერე ცოტა გაიზარდა და მერე 1 საღამო ტელეფონის გარეშე დაახლოებით მასე. მართლა მგონი რომ ძალიან დაგეხმარება. ოკეი, მადლობა. აპლოდისმენტები მადლობა თაკოს. მადლობა მეგობრებო რომ მოხვედით დღეს. დაში დაუკარით თქვენ თავს. ონისო კრიაშვილი, ანასტასია ბედნუკიძე, ირაკლი ჯაბუა.